წუთში მოხდეს ამისთან. მოკლედ თქვით ეს მუხლი როგორ იკითხება? 100 მეტრზე. რა იკითხება ამ მუხლი? გაზრახ მკვლელობა. ხალბატონო, აი ხა მე შეიძლება ბევრი ვიღაცას ახლა გული გაუტეხო, მაგრამ მე მაგალითად აი სუფლიანად თუ ჩემ ხელში იყოს სუფლია აი ყველაფერი სუფლება რომ მქონდეს ახლა დღეს ყველა პარტნიორი განზრახ ყოლობას მე არ გავუშვებდი რა და ანჩენ ახლა თქვენ თქვით ვინ გაუშვებს განზრახ ყოლობას აგენ შეგუნებით რომ ქურდობის მეორე ნაწილს არ ეხება და უმარტივესი ანუ ძარცვის მეორე ნაწილს ბავშვების მიერ ჩადიოს ახლა განზრახ ყოლი აბა იმ ოჯახში ერთი იკითხეთ რა როგორ იმ ოჯახს უხარია ერთი განზრახ ყოლის გამოშვება არ არის ეგ მუხლი ის მუხლი რომელსაც უნდა ეხებოდეს ამნისტია აკვნა, გინდა გეწყინოთ, გინდა ნუ გეწყინებათ. განზრახულობა არც ერთი ქვეყანა არ გაუშვებს, არც ერთი ქვეყანა არ აპატიებს. აქეთ კიდევ მაყურებელი ყავს, ეს მაყურებელი, კაცო, გისმენთ, დიახ, ეთერშტად. გისმენთ. შეიძლება თუ არა 197 მუხლს და 232 მუხლს. 226. 226. აბა, ხოლია დაჭები. შეიძლება ბაზონგია? არა, მომიშვით, მე ჩამოთვალე მუხლები და ჩამოგიწია. როგორ ჩამოთვალე, კაცო, მთელი მუხლები ჩამოთვალე, რაშიც დაგფანხდნენ. არა და საერთოდ რამდენი 226 მუხლს. არა არის ესე შეტანილი. 232 მუხლი ეხლა ვნახოთ იმასთან არის, თუ არ არის არც იმასთან. 232 როგორ არის მე გამოვაცხადე ჩვენთან პირველი პუნქტია. რა არის ეს არის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბროტად გამოყენება. 197 მუხლი არ არის. არ არის. არ არის ხალბატონო, არ არის მე მინდა გავაპრობო. მოკლედ მოდით ესე შევთავაზოთ. არა, აი რა მაგალითად ქულდების ისახარო ხელისდამყარებელიო. მე თვითონ მინახია ფოტოში, აი ხო ვიხარით. ეხლა თქვენ სოფლის შეხვიდა და იგივე არ გამომიშებენ თუ გეონები რა. ერთი რაღაცა. ფოტოში გურულები უშვებდნენ ფოტოს წეებში, თავიანთ საკუთარ წვევებით არ აკითხავდნენ. ასე უშვებდნენ ფოტელები, წვევებით. ასე არ აკითხავდნენ, ყოველ საღამოს იწვევდებოდა. არა, ფოტოში საოცრება. აბა თუ არ მოწვევთ ძროხა როგორ მე თვითონ მინახია ორი საბჭო ძროხა არ გამიშლებოდა. აი რამე შეთავაზეთ, მე მაყურებელს შეთავაზებ კაგრამის რა. იბადორი შევთავაზებ. ესე იგი პირველი მინდა იცოდეთ რომ მე არ მჭირდება ასე ვთქვათ ვინმეს თხოვნა რომ რომელიღაცა მუხლი ამაზე ნუ ვთხოვთ იმიტომ რომ მე ეს იდეა მე დავაყენე და ამიტომ ეს რობინი არისო ანტიკრიზმმა საჭომ დავაყენეთ ეს პოსტონ ამიტომ თხოვნა არ მინდა მაგრამ გია მაყურებელი გველო კი ბატონო მე ვისაუბრობ შედეგებზე გისმენ დიახ ეთერში ვარ გისმენ საღამოში და ამიტომ რომელი მუხლი გაწუხებ ბატონო დავით მუხლი არ მაწუხებ ბატონო დია თქვენ ნახო მიდაპირისპირ თუ შეიძლება თქვენი კოორდინატები გენაცვალეთ როგორ შეიძლება მე არ ფორმალური არ მაქვს ჩემი ტელეფონი გიგო არა საიტերը 8-11-53-79 ეხა თქვენ ბატონო დია რა შეიძლება არ გიდა ხალბატონო ხო და ამიტომ მეუბნები გო ამიტომ მოგეცით რომ დიდი მადლობა წელი საკონტაქტო წელი ხაზი გაქვს წელი ხაზი გვაქვს მაგრამ ის წელი ხაზი არ ეხება ხა ამნისტიას ამიტომ იქ წოვილებები რეკავენ იმ ხაზზე და იქ არის ძელი ამბები ამიტომ მასა გითხათ იქ ბოლო ხანებში რა ხდება არც ვიცი იმდენად გადმოსული ვიყავი ამნისტიასთან და ამნისტიასთან მოზარდებზე რა აი მოზარდებს ძალიან მძიმე მუხლები აქვს ხოთა შორის არის მარტივი მუხლები და ეს მარტივი მუხლები ვითომ ასე ვთქვათ ვითომ კი არა მარტივი მუხლების ასე ვთქვათ ყველაზე მარტივი ნაწილები გათვალისწინებული არის მარტივი მუხლი არ არის ხოთა შორის ძარცვა და მარტივი მუხლი არ არის ქურდობა მაგრამ ნუ შეეხვა ეს ორი ნაწილი ახალგაზრდებს ანუ არასრულწლოვანებს აკვნა მე მინდა გითხრათ რომ ესე იგი რაც შეეხება არასრულწლოვანებს კიდევ მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო არასრულწლოვანებისთვის შეიძლებოდა დავუშვათ რაღაც კატეგორიის დანაშაულები შეიძლება კიდევ უფრო ასე ვთქვათ ვერ მიახდეთ ვერ დავგავდეთ ამოწურია არა მანდ არ არის მარტო ეს ასაგია ჰუმანიზაცია ითხოვს ყველაზე დაჩაგრულ სულს და ესე ვთქვათ გაუგებრებულს არიან ბავშვები არიან ქალები არიან პოლისპატიმრები აი ამ სამს ეხლა რა შეიძლება აბა რა ქონდა აბა მათგან რადგან განზრახულებზე არ მქონდა აქცენტი მე მქონდა აქცენტი ზუსტად ამ ქალები ბავშვები და პოლისპატიმრები ქალები და მოდით ესე ვთქვათ რა ქალები და კაცები გაყოფილი არ არიან კანონმდებლობით და არც ითვალისწინებს ხო ჰუმანიტარული გავიგე ყველა მუხლით ვერ იშპირო არ შეუძლებელი ისაა მე დღეს ვგაკეთე რომ აი ეს მუხლი სიტყვაზე
უკანონო საექიმო და ფარმაცევტულ საქმიანობა შეეხოს მარტო ქალებს, ან ხულიგნობა შეეხოს ქალებს, ასეც არ შეეხოს. ასეც, მაგრამ ხულიგნობას რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ხულიგნობის პირველ ნაწილი შევთანხმდით ჩვენ ხო პირველ ნაწილს მივხვდით, მაგრამ ეხლა დაგვრჩა გადადებულია ეს ნაწილი, ანუ ჩვენ ეს მიხდე არ ჭირდებოდა თვითონ შემოიტანეს პირველ ნაწილი და მეორე ნაწილზე ჯერჯერობით ვერ მივხვდით და მეორე ნაწილი ვფიქრობ რომ ეხლა მე გეტყვით ვიდაპი ხულიგნობას მეორე ნაწილს აქვს 3 პუნქტი. პირველი პუნქტი არის ორგანიზებულად ჩატარებული ასე ვთქვათ ეს ხულიგნური აქტი, B არის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მართული, ამიტომ ხელისუფლება ამაზე არ ასწავლა B პუნქტზე, ამიტომ მე ესეთი დათქმა მინდა შევთავაზო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ მართული ხულიგნობა ასე ვთქვათ, შეურაცხყოფა იქნებოდა, ხო იქ ფიზიკური შეურაცხყოფა სიტყვიერი თუ როგორ იქნებოდა, იქნება იმ პუნქტს რომ შევახერხებთ, ეხლა დანარჩენება ვინც იჭხუბეს და ეხლა ვიღაცა მაგრად დაზიანდა ამ ჩხუბში და იმ ჩხუბი ხდება ხოლმე და საქართველოში ხდება და სხვა ქვეყანაში და ამიტომ შეიძლება რომ აი ამ დათქმით ეს მეორე ნაწილი კიდევ რაღაცნაირად ეს უკვე პარლამენტის ხომაზე. ამიტომ მე ვთავაზობ საზოგადოებას ესეთ რამეს. ყველა თხოვს შეხვდე. და ყველა იწყებს ასე ვთქვათ მუხლებზე საუბარს და იწყებს მერე თვითონ სასამართლო პროცესის დროს დაშვებული შეცდომების მოყოლას და მე ხო არა ვარ ეხლა საქართველოს მე ვერ გადავსინჯა ხო ამიტომ თავაზობ ესეთ კლასიფიკაცია წავიდეს რა ლოგიკის წავიდეს. ხო ეხლა გეუნავს ვინ ასალები კი ყოფები გასაგები ეგ მიდის უკვე შეწყალებაში მუხლით არ შეიძლება ხო გასაგია ის პატენტსაცემ რადგან თქვენ ახალ ინიციატორი ამ ალიანსისა ეს ისე შიფტენები გაუშვა ეს რეკშენები გაუშვა რატო ეს წელი აქვს მაგრამ ეს უკვე ამაზე გამოძინა გიპასუხოთ ესე იგი რაც შეეხება ძიმეს დაავადებულ ამონტყოფებს ხო მუხლს ვერ ამნისტიაში ეს ვერ მოყვება იმიტომ რომ ამნისტიაში ხო შეიძლება ჩაწერო მუხლი ეგეთ ხო არ არსებობს მაგალითად სიტყვაზე შიციანი ან ჭლეკიანი შეიძლება იყოს დაუშვათ 191 მუხლის ამიტომ ამასთან ინდივიდუალური მიდგომა ამას ჭირდება შეწყალების კომისიაში მუშაობა. გადაიტანეთ იმ შეწყალებას. გადავიტანთ ამიტომ მე რას ვამბობ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ის ადამიანები, რომელთა ფიზიკური მდგომარეობა, რომელთა ოჯახური მდგომარეობა, რომელსაც ყავს მაგალითად განსაკუთრებულად ძიმე მდგომარეობაში ოჯახის ან არ არის მრავალშვილიანი, ან რაღაც განსაკუთრებული ასე ვთქვათ მონაცემები აქვს ამ ადამიანს. ასეთი ადამიანების საქმეები უნდა განიხილოს შეწყალების კომისიამ, იმიტომ რომ მუხლი რომ მიაყენო, მუხლს უნდა გამოუხსნას უკულა და ის შეიძლება ერთი ადამიანი იყოს იქ ესეთი გამძიმებული. ამიტომ ამას ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ეს უნდა მოხდეს შეწყალების კომისიაში. ახლა პარლამენტიდან შეწყალების კომისიაში არის რამდენიმე დეპუტატი, არის შეწყალების კომისიის წევრი. დანარჩენები არ ვიცი ახლა რა პრინციპით არის შეჩეული, მაგრამ არსებობს შეწყალების კომისია ხელმძღვანელობს ყადაღებული შეწყალების კომისიაზე, იმიტომ რომ არა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აკმაყოფილებს პრეზიდენტი. რასაგებია, მაგრამ ამაზე აი ახლა გავედით, ისე არა, როგორ მაგას ეგას ვთქვათ. მე ერთ რამეს გეტყვი, პრეზიდენტი აკმაყოფილებს, მაგრამ ეს ახლა არ ვთქვათ, რომ შეწყალების კომისიას თავიდანებით, იმიტომ რომ 5 მუხლი მაქვს მე გამზადებული და ამაზე შევთანხმდით, რომ ეს ხალხი შეწყალების უნდა გავიდნენ. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტების გამოყენება, გადამეტება, სიყალბე სამსახურებრივი გულგრილობა და სხვათა შორის მე მიგვიყვეს ერთი რამე რა. მე შევთავაზე ეს ისეთი მუხლებია, რა სამისაღება. ესეთი მუხლებია, რომელიც განხორციელება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო მოხელეს. ხო? სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტების გამოყენების უმეტეს ნაწილი მოდის საჯარო მოხელეზე. ანუ სახელმწიფო ანუ ხელისუფლების წარმომადგენლების მასწავლებლად მათ უნდა მოეკვეთ ამ თალმა ანუ არ აღმოჩნდა მოქენი ჰუმანურობის ამიტომ ჩვენ ხა ამიტომ ეს მუხლები რა თქმა უნდა შეეხება შეეხებიან საზოგადოებრივი საფრთხის შემთხვევაში არ იქნებიან ვერ იქნებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე როზის ადამიანი ის ერთის ვერ არ დაბრუნდება საჯარო სამსახურში. არ მუშაობს. ვერ არ გამოიყენებს ბოროტად თავის თანამდებობა. ხამი რო აიღო იმას ვიღაც დანიშნავს მეორე და თან ასამართლები რო ვერ აღგან. ამიტომ ეს ადამიანები გეთანხმებით და აბსოლუტურად ამიტომაც შევიყვანთ არავითარ შემთხვევაში
აჰა, ამაზე უარესი ხარ. დიდი მადლობა ვინა არა, არა, რატო გეუბნებით, იცი? უბრალოდ გული წდება რა. ჩვენ ნახევარია არ მძინავს და ჩვენ ნახევარია ამას ვაკეთებ, რომ 2000 კაცი გამოვიდეს, 4000 თუ 5000 კაცი გამონახევრდეს და 7000 კაცი ისა და ნუ ამაზე უარესი ხარ. მე საერთოდ არ უნდა მეყვა ხმა, აი და იმ მოდის ყობა იმას არ შეეხო რა. აზრახულეს უარ შეეხო, გადაირია ეწყობა და ხა, ნუ ვერ შეეხება აზრახულეს, აუყოს. მე ნუ დამასწრებინებ ხარ. არა, მე გულწრფელად გეუბნებით. აი ამ 5-6 ადამიანს ბაქრაძეს, ელიაშვილია, ვიღაც ოდილავა, ვიღაც კუბლაშვილია, თვითონ ეკამათება, ბატონი კი ეკამათება და დამჯერეს ეს კარგი საქმეა, ვიღაცა მაინც გამხდარა. ეხლა მე მინდა მოგიყვეთ ეს ამნისტიასთან დაკავშირებით ვთქვათ. ეხლა ყოველ წუთში ჩვენ ვიწყებთ ასე ვთქვათ ახალ ინიციატივას. ეხლა მაგალითად ხვალ